ახერხებს და მთელი ჩვენი გუნდი აი ამ გუნდს დიდ მადლობას გიხდით. უყურეთ რა არის. პირველი ცხოვრებაში არის ნდობის მოპოვება. მე გითხარი დღეს სუფრაზე, ნდობა რომ მოიპოვო, გინდა 1 საუკუნე და საქმის გაფუჭებას უნდა 1 წუთი. აქედან გამომდინარე, ნდობა უნდა მოიპოვო და ეს ნდობა უნდა შეინარჩუნო. ანიმ ქუთაისის ფილიალში ჩათვალე, რომ იმდენად ბევრი ავტომობილი გაყიდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო მეტი დიდი ცენტრი მქონდეს და გავაფართოვოთ და მაკეტი ამასინა ჩვენ ვაჩვენებთ და გვექნება ძალიან დიდი ცენტრიც. ამ ეტაპისთვის ეს აკმაყოფილებს იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. აი ნახეთ, როგორ აქვს აწყობილი ყველაფერი. მოდიანი, აი როგორ არის აწყობილი აქ ყველაფერი. ავტომობილები არის გარეცხილი, გაწკრიალებული, აი წარმოიდგინეთ. იქ ერთი მანქანა გვაკლია, აქ მეორე გვაკლია, იქ მესამე. რატო? იმდენ მანქანას ყიდის, რომ ვერ ვასწრებთ ავტომობილის ჩამოყვანას და ამისთვის საყვედური უნდა უთხრა დირექტორს, რომ ადამიანი მანქანებს ყიდის და მანქანებს არ უგზავნი, შენ წარმოიდგინე. პირველი არის ჩაცმა, როგორ შეხვდები მომსვლელ კლიენტს. იმას შეიძლება ცუდად ესვას, მაგრამ შენ ხო აქ დირექტორი ხარ, მენეჯერი ხარ, შენ უნდა დახვდე სვეცკად და ეს უნდა კონდეს გაწკრიალებული ყველაფერი და ამიტომაც ყიდულობენ აქ მანქანას. აი ახლა შეხედეთ. ავტომობილი არ აყავს. 1 ადგილი, 2 ადგილი, 3 ადგილი და ამისთვის კოტე დაჭკბოდი აქ. ავტომობილები მე გუში რო გაიყიდა დღეს აქ უნდა იყოს, ეგრე არ არის. ახლა ქუთაისელს ხელს აფარებ, ხო? მაგრამ ქუთაისელი თბილისში დირექტორია. მთელი თბილისის გაყიდვების მენეჯერები აქ არიან. წამო გარეთ ნახოთ ყველამ ერთად. წამოდით. აი ეს რაც გავხსენით, იმ დღიდან ჩვენ ძალიან ბევრი ავტომობილები გავყიდეთ და მთელი იმერეთისა და ქუთაისის მოსახლეობა არის მადლიერი და კმაყოფილი. ერთი ადამიანი არ ყოფილა ჯერ და არ მინახია, რომ მივედი და უკმაყოფილო ვარო, მაგრამ რამდენ ავტომობილს გაყიდი, იმდენი ტორტი მოაქვთ. ტორტებიც მოაქვთ, შამპანიურებიც მოაქვთ. კი, მაგრამ ის ტორტი არ ჭამოთ, იმიტომ რომ დიეტაზე უნდა დადგეთ, დიეტაზე. ტორტი აჭამეთ ამას, შეხედე დირექტორს. მოდი აქ, აი ტორტი უნდა ამას, დირექტორს უნდა ტორტი, თორე შენ და